გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და მომაკვდინებელ პანდემიებზე, რაც კი ოდესმე დედამიწაზე ყოფილა. COVID-19 ჩვენი სიის მეათე ადგილზე COVID-19 გავიყვანეთ. Ამ ვიდეოს ვიღებ 2020 წლის ოქტომბერში და COVID-19-ის პანდემია ჯერ კიდევ აქტიურია. დაავადება გადადის ადამიანიდან ადამიანზე და იწვევს სასუნთქი გზების მძიმე დაავადებებს. გავრცელების ადგილად მიჩნეულია ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქი უხანის ზღვის პროდუქტებისა და ცხოველების ბაზრობა. დღეის მდგომარეობით 38 მილიონ ადამიანამდეა ინფიცირებული და თითქმის 1,100,000 გარდაცვლილი. ეს ნამდვილად შემაძრწუნებელი და ტრაგიკული რიცხვებია. თუმცა კარგი ის არის, რომ COVID-19-ს ადამიანის სიკვდილის ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს იმ სხვა პანდემიებთან შედარებით, რომლებიც კაცობრიობას გადაუტანია. მათზე ქვემოთ მოგიყვებით. ჰონგ-კონგის პანდემია, გრიპის მეორე კატეგორიის პანდემია, რომელსაც ზოგჯერ ჰონგ-კონგის გრიპსაც უწოდებენ. 1968 წლის გრიპის პანდემიამ გამოიწვია გრიპის A ვირუსის H3N2 შტამი, H2N2, ქვეტიპის გენეტიკური განშტოება. 1968 წლის 13 ივნისს ჰონგ-კონგში მომხდარი პირველი შემთხვევიდან მხოლოდ 17 დღე დასჭირდა. სანამ ვირუსის აფეთქება სინგაპურსა და ვიეტნამში გავრცელდებოდა, სამ თვეში კი უკვე ფილიპინებშიც გავრცელდა. ასევე ინდოეთში, ავსტრალიაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ 1968 წლის პანდემიას შედარებით დაბალი სიკვდილიანობა ჰქონდა, ინფიცირებულთა 5%, ამან მაინც მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მათ შორის ჰონგ-კონგის 9,5 მილიონი მკვიდრი. ეს ვირუსი დღემდე არის დედამიწაზე, დაახლოებით ჩვეულებრივი გრიპის სახით. ქოლერას მესამე პანდემია. ქოლერას 7 პანდემიიდან ყველაზე მომაკვდინებლად მიიჩნევა მე-19 საუკუნეში მომხდარი აფეთქება 1852-დან 1860 წლამდე. პირველი და მეორე პანდემიის მსგავსად მესამე ქოლერას პანდემია წარმოიშვა ინდოეთში, მდინარე განგიდან. ეპიდემია მოედო აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას და აფრიკას. დაასრულა მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. ბრიტანელმა ექიმმა ჯონ სნოუმ ლონდონის ღარიბ რაიონში მუშაობის დროს მოახერხა იმის იდენტიფიცირება, რომ დაავადების გადაცემა ხდებოდა დაბინძურებული წყლით. სალამის აღმოჩენა საკმარისად გასაჯაროვდა. მხოლოდ ბრიტანეთში, მხოლოდ 1854 წელს 23,000 ადამიანი დაიღუპა. კოკოლის ტლის დაავადება. კოკოლის ტლის პანდემიამ იმსხვერპლა მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის 15 მილიონი მკვიდრი. ბოლოდროინდელმა კვლევამ, რომელიც მსხვერპლთა ჩონჩხების დნმ-ზე ჩატარდა, აღმოაჩინა, რომ ისინი ინფიცირებულნი იყვნენ სალმონელას ქვესახეობით, რომელიც ცნობილია როგორც პარატუფი C. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დაავადება არ აძლევდა ორგანიზმის იმუნიტეტს. პირველ ტალღას გადარჩენილი პაციენტები მეორე და მესამე ტალღამ შეიწირა. ასეთი შემთხვევები მცირეა, მაგრამ ვლინდებოდა 1590 წლამდე. დაღუპულთა რიცხვი 15 მილიონია, რაც ძალიან საშინელი რიცხვია. ანტონინის ჭირი, აგრეთვე ცნობილი როგორც გალენის ჭირი. ანტონინის ჭირი იყო უძველესი პანდემია, რომელიც მცირე აზიაში, ეგვიპტეში, საბერძნეთსა და იტალიაში გავრცელდა. ამბობენ, რომ ეს იყო ჩუტყვავილა ან წითელა, თუმცა ნამდვილი მიზეზი უცნობია. ეს უცნობი დაავადება რომში მესოპოტამიიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ჩაიტანეს 165 წელს. მაშინდელ კაცობრიობას ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა, განსაკუთრებით რომს. ჯამში დაიღუპა 5 მილიონი ადამიანი. ესპანური გრიპი. 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემია ყველაზე მომაკვდინებელი და მრისხანე იყო უახლეს ისტორიაში. დედამიწის მოსახლეობის მესამედი დაინფიცირდა H1N1 ვირუსით, რის შედეგადაც 50 მილიონი ადამიანი დაიღუპა. მკვლევარებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს, რის გამო გახდა ვირუსი ასეთი მომაკვდინებელი. ითვლება, რომ დაავადება პირველად 1916 წელს ბრიტანეთის არმიის საავადმყოფოში გამოჩნდა, რომელიც მდებარეობდა საფრანგეთში. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვირუსი ფრინველებიდან წამოვიდა. წვავე პნევმონიის მსგავსი გრიპი გავრცელდა პირველი მსოფლიო ომის ცივ სველ სანგრებში და შემდეგ იქედან მოედო მთელ დედამიწას. როგორც გითხარით, ესპანური გრიპის შედეგად დაიღუპა 50 მილიონამდე ადამიანი. აივ-შიცის პანდემია. პირველად 1966 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იდენტიფიცირებული იქნა აივ ინფექცია, შიცი, როგორც გლობალური პანდემია. მან 1991 წლის შემდეგ 36 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დღეის მდგომარეობით დაინფიცირებულია 31-დან 35 მილიონამდე ადამიანი. მათი დიდი უმრავლესობაა საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში, სადაც ინფიცირებულია მოსახლეობის 5%, დაახლოებით 21 მილიონი ადამიანი, რაც კატასტროფული შედეგია
შემდეგია. ცნობიერების ამაღლებისთანავე შემუშავდა ახალი მკურნალობა, რომლებიც HIV ინფექციას ბევრად უფრო კონტროლირებად ხდის და ინფიცირებულთაგან ბევრს პროდუქტიული ცხოვრების გაგრძელების საშუალება ეძლევა. 2005-დან 2012 წლამდე იყო ინფექციის პიკი დედამიწაზე. HIV-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი საბედნიეროდ ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მცირდება. ამერიკული ჭირი მე-16 საუკუნე. ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ იქ მისულმა ევროპელებმა თან მიიტანეს მრავალი დაავადება, რომელზეც ევროპაში ნაწრთობ და ყველანაირ უბედურება გამოვლილ ევროპელებს იმუნიტეტი ჰქონდათ. ამერიკის ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიტეტი არ ჰქონია ამ დაავადებებზე, რაც ევროპაში საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და მუტაციას განიცდიდა. ადგილობრივები ვერ ხვდებოდნენ თუ რა იმართებოდათ, ან როგორ ემკურნალათ. ინდიელების დაახლოებით 80% დაინფიცირდა, რამაც უდიდესი გავლენა იქონია თუნდაც ბრძოლებში ინდიელთა და ევროპელ დამპყრობელთა შორის. კორტესის და ტენოჩტიტლანის ისტორიაც კმარა ამაში დასარწმუნებლად. როგორც ვარაუდობენ, მთავარი ზიანის მიმყენებელი ჩუტყავილა გახლდათ. დაღუპულთა რიცხვით რთული სათქმელია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მასშტაბი. მთელი კონტინენტის მოსახლეობა თითქმის მთლიანად განადგურდა ამ დაავადებების შედეგად. იუსტინიანეს ჭირი განიხილება როგორც ბუბონური ჭირის პირველი დაფიქსირებული ინციდენტი. იუსტინიანეს ჭირი გავრცელდა ბიზანტიის იმპერიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთის საპორტო ქალაქებში. ჭირმა დაღუპა ევროპის იმდროინდელი მაცხოვრებლების თითქმის ნახევარი. წარმოიდგინეთ, ევროპის მოსახლეობის ნახევარი, 25 მილიონამდე ადამიანი. დაანგრია ქალაქი კონსტანტინოპოლი, სადაც ეპიდემიის პიკის დროს კლავდა დაახლოებით 5000 ადამიანს დღეში. საბოლოოდ დაიღუპა ქალაქის მოსახლეობის 40%. ჯამში კი როგორც გითხარით 25 მილიონამდე ადამიანი. მხედველობიდან არ გამოხრჩეთ მაშინდელი პოპულაციის მასშტაბი. ევროპის მოსახლეობის ნახევარი. ამ ხელა ზიანის გამო იუსტინიანეს ჭირი მსოფლიოს ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიების მეორე ადგილზე გავიყვანეთ. შავი სიკვდილი 1346-დან 1353 წლამდე ჭირის ეპიდემია გავრცელდა ევროპას, აფრიკასა და აზიაში. ზუსტი ციფრები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ დაიღუპა 75 მილიონიდან 200 მილიონამდე ადამიანი. ეპიდემია სავარაუდოდ აზიაში აღმოცენდა. როგორც ვარაუდობენ, კონტინენტებზე გადავიდა ვირთხებზე მცხოვრები რწყილებით, რომლებიც სავაჭრო გემების ხშირი სტუმრები იყვნენ. პანდემია გავრცელდა პორტებიდან, რომლებიც იმ დროინდელ მსოფლიოში მთავარ ურბანულ ცენტრებად ითვლებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც დედამიწაზე სისუფთავე ზედმეტად უტრირებულად რომ ვთქვათ, ეშმაკისეულად ითვლებოდა. ჰიგიენის ნორმების დაცვა არ იყო კარგი ტონი, რაც ვირთხებს იდეალურ საცხოვრებელ პირობებს უქმნიდა. ასევე საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ამ ჭირის გავრცელებამდე რამდენიმე 10 წლეულით ადრე რომის პაპი იყო გრიგოლ მე-9, რომელსაც კატები ეშმაკისეული ეგონა და მათი მასობრივი დახოცვის ბრძანება გასცა. ახლო პერიოდის შემდეგ კი დაიწყო ისეთი პანდემია, რომელმაც 75 მილიონიდან 200 მილიონამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. 3 კონტინენტი გადაშენების პირას მიიყვანა და ყველა დროის ყველაზე მომაკვდინებელ პანდემიად ითვლება. პანდემიის გამავრცელებლები კი ვირთხები იყვნენ. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა, თუმცა ძალიან დრამატული. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.